ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa, ეპიზოდი 3 და ჩვენ ამ პოდკასტში ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ამ ყველაფერს აქვს დიალოგის სახე. ასე რომ თუ გაინტერესებს ამ გამოცდილებების მოსმენა, აუცილებლად უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე და თუ გინდა რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ვიდეოს შესახებ, დააშერე, დააკომენტარე და დაალაიქე. დღეს ჩემი სტუმარი არის გვანცა გოგოლაძე. გვანცა, კიდევ ერთხელ გამარჯობა და დიდი მადლობა რომ მოხვედი დღეს აქ. გამარჯობა ნუცა. პირიქით შენ მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვისაც აქ ყოფნა. იმედი მაქვს რომ კარგი დიალოგი შედგება დღეს ჩვენ შორის. მე ვიცი რომ შენ გაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი გამოცდილება, ამიტომ პირველად აი ამ კითხვით დავიწყებ. შენ ხარ ნამუშევარი გაქვს ცენტრში, უნივერსიტეტში, სკოლაში და კერძოდ. აი რომელი გამოცდილება აქედან რომელია ყველაზე კომფორტული შენთვის? რომელი გარემოა შენთვის ყველაზე კომფორტული? რა თქმა უნდა, სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, როდესაც ან ცენტრში მუშაობ, ან ოფიციალურ სამთავრობო საჯარო სამსახურში მუშაობ და ასევე კერძოდ. და ყველა ამ გამოცდილებას აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც. მაგალითად, ჩემი გამოცდილება დაიწყო სკოლით, საჯარო სკოლის მასწავლებლად დავიწყე და ძალიან დიდი და ბევრი რამ მომცა, იმიტომ რომ უამრავ და უთვალავ ტრენინგში ვიყავი, როგორც მასწავლებელი ჩართული და მიუხედავად თავისი სხვა სირთულეებისა, რაც სკოლასთან ახლავს, რა თქმა უნდა, მაგის გარდა მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რამე მომცა ამ გამოცდილებამ. ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუნდაც კერძო მუშაობის გამოცდილება სხვა სპეციფიკა აქვს, სადაც უკვე შენ ხარ დაუშვათ შენი პროცესის წარმმართველი და აქ შენ გიწევს არა მარტო როგორც მასწავლებლის მუშაობა, არამედ როგორც ხელმძღვანელიც შენ ხარ და შენ წარმართავ ამას და დაუშვათ კერძო მოსწავლეებთან ურთიერთობა და ამ სტრუქტურის შენით აწყობა კიდე სხვა სპეციფიკა. ზრდასრულებთან მუშაობას სხვა მიდგომა ჭირდება, მაგალითად სკოლის მასწავლებლებთანაც მქონია შეხება როგორც ტრენერს და ესეც ძალიან საინტერესო იყო დაუშვათ შენივე კოლეგების ცოდნის და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ამანაც ძალიან ბევრი რამე მომცა, თან უმეტეს რეგიონებში გვიწევდა ხოლმე წასვლა და ის სხვადასხვა რეგიონების მასწავლებლებთან საინტერესოა რა, ესე გაზიარება. ძალიან კარგი და საინტერესო იყო. და ნუ რა თქმა უნდა უცხოელებთან, ხა ამჟამად უცხოელებთან უფრო მეტად მიწევს ურთიერთობა, რაღაცნაირად უკვე შებრუნებული პროფესია გამოვიდა, სადაც უცხოელებს ასწავლი ქართულს ამ შემთხვევაში და ეს კიდევ უფრო სხვა ტიპის გამოცდილება დეტალურად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი. ესე იგი, აი როგორ დაიწყო შენი მასწავლებლობა? ჩემი მასწავლებლობა დაიწყო ისე რომ სინამდვილეში არც მინდოდა რაღაცნაირად როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, უბრალოდ მინდოდა რომ დამთავრებისთანავე დამეწყო სადღაც მუშაობა. უბრალოდ როგორ არ მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა რომ დავიწყე მუშაობა იმავე სკოლაში, რომელიც სკოლას დავამთავრე. და ჩემი მასწავლებლები, ყოფილი მასწავლებლები, შემდეგ ჩემი კოლეგები. კი და სულ სხვა გამცდილობდი რომ დამეწყო სულ სხვა სკოლაში, მაგრამ ისე გამოვიდა რომ იმ სკოლაში სადაც მე სრული 100%-იანი კონცენტრაციით ვცდილობდი რომ მოხვედრილიყავი, იქ არ გამოვიდა და თავისი თხოვნით და შემოთავაზებით გამოვიდა რომ დავიწყე მუშაობა იმ სკოლაში, რომელიც დავამთავრე და ძალიან საინტერესო იყო როლის შეცვლა, როგორ გავხდი უცებ ყოფილი მოსწავლე კოლეგა ჩემივე დამრიგებლის და ჩემივე ქართულის თუ ისტორიის მასწავლებლის და ძალიან საინტერესო წლები გავატარე. რამდენი დაახლოებით? დაახლოებით 10 წელი თუ არ ვცდები, კი 10 წელი ვასწავლიდი კი და ბევრი ისეთი საინტერესო პროექტიც ხო გავაკეთეთ უცხოელებთანაც, რაღაც ინგლისურის კაბინეტის და ასე შემდგომი რაღაცები გავაკეთეთ იქ სკოლაში. ანუ ესე იგი იმდენად საინტერესო იყო რომ დარჩი და აღარ წამ. და მე ამ 10 წლის მერე რა მოხდა, რატო წამ? 10 წლის მერე მოხდა ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პარალელურად თანამშრომლობის კორპუსთანაც მოკლევადიან პროექტებში დავდიოდი ხოლმე წელიწადში ზაფხულის პერიოდში 2-3 თვის განმავლობაში და უკვე ძალიან მირთულებოდა
მშვიდობის კორპუსიდან სკოლაში დაბრუნება და პლუს გამოჩნდა ესეთი ძალიან საინტერესო ინიციატივა თუ პროექტი British Council-ს ჰქონდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლად ვაკანსიები იყო დადებული და არც ვიცოდი რომ სინამდვილეში არც ვიცოდი რომ ილიას უნივერსიტეტი იყო ვიცოდი რომ British Council-ს ჰქონდა გამოცხადებული როგორც ინგლისურის მასწავლებელი რომ ამეყვანეს აღმოჩნდი რომ სტუდენტებთან დავიწყე მუშაობა ხოლო hourly paid teacher-ად დავიწყე 1 წელი და შემდეგ რაღაცა ისე მომეწონა რომ მე მეორე წელს კიდევ ვიყო ვაკანსიას full time teacher-ად ილიას უნივერსიტეტში და რადგანაც იქაც მიმიღეს ვცადე და მიმიღეს როგორც full time და ძალიან კარგი ისეთი საინტერესო შემოთავაზება იყო გადავწყვიტე რომ მეთქი სკოლას საერთოდ დავანებებ თავს და ესე full time გადავედი ηλიაში და შემდეგ აქედან გააგრძელდა ჩემი ურთიერთობა ილიასთან რომელიც დღემდე გრძელდება ილიასთან დღემდე გრძელდება მაგრამ იცი რა არის როგორც მახსოვს მაგ პერიოდში თვითონ საბჭოშიც ატარებდი ხო გაკვეთილებს ჯგუფებთან კი British Council-ს ჰქონდა სხვადასხვა კორპორატიული პროექტები სადაც მაგალითად იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და თვითონ British Council-შიც ჰქონდა ცენტრშიც ვატარებდით კი და თუ არ ვცდები 1 წელი ან 2 წელი უშუალოდ აი ცალკე სხვა British Council-თან და მის პროექტებზე სხვადასხვა პროექტებზე ესე მუშაობ. მაგრამ ძირითადი აღმოჩნდა უნივერსიტეტი. ძირითადი აღმოჩნდა უნივერსიტეტი და სტუდენტებთან ურთიერთობა. აი ეს მაინტერესებს ყველაზე ძალიან როგორია უნივერსიტეტში სწავლება. უნივერსიტეტში სწავლება ძალიან ბევრი ნაკადი გავიარეთ და თან ასევე ძალიან ბევრი ხელმძღვანელის ქვეშ, მაგალითად British Council იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, მე English book-ი იყო შემოსული და მათი ხელმძღვანელობით გავდიოდით ამ პროექტს და ეხლა უშუალოდ შიგნით ადმინისტრაცია არის შექმნილი, რომელიც ხელმძღვანელობს, ანუ ცალკე outsourcing-ით არ არის ეს უკვე მანამდე ესე იყო, რომ გარედან შემოსული ორგანიზაცია განაგებდა ამას. და მინდა ხო ძალიან საინტერესო წლები გავიარეთ და ძალიან ბევრი ნაკადი მოდის და უკვე რაც წლები გადის ძალიან განსხვავებული თაობა მოდის, ანუ თაობის ცვლილებასაც ხედავ. დაკვირვების საშუალებაც მეძლევა, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებით COVID-ის შემდეგ თაობა კიდევ უფრო სხვანაირია და ეხლა პლუს AI-ის თაობა კიდევ სხვანაირია და მათი ინგლისურის ცოდნის დონეც უკვე იგრძნობა რომ უფრო მაღალია და ძალიან ბევრი სტუდენტი მოდის, რომელიც აი ფაქტიურად YouTube-ზე და online არის გაზრდილი და თვითნასწავლის სტუდენტებიც ბევრი მოდის. აი აქცენტზეც კი შეიძლება შეატყოს სტუდენტს, რომ მას დავუშვათ წიგნიდან კი არ აქვს ნასწავლი, მოსმენით უფრო აქვს ნასწავლი ფილმების ყურებით. ადრე თუ დავუშვათ სტუდენტები ამბობდნენ, ანუ სტუდენტებს ჰქონდათ მოსმენის გაგების რაღაც ეს listening-ი უფრო ნაკლები ჰქონდათ, ეხლა უფრო რაღაცნაირად listening აქვთ როგორც აი ბავშვი რო აი მეც მახსოვს ხა ბავშვობიდან რუსულსაც და ინგლისურსაც რო ყური ისე მიჩვეული მქონდა რომ ვერც არც მახსოვს საიდან ვისწავლე ბავშვი თუნდაც რუსული საიდან ვიცი და ეხა აი დღევანდელი ბავშვები არიან ისეთები რომ აი ზუსტად ინგლისურზე აქვს ის რაც ჩვენ თაობას რუსულზე ქონდა. ეხა სამწუხაროდ მეორე პრობლემასაც ვაწყდებით რომ იმდენად უფრო ინგლისურისკენ არიან გადახრილი, რომ ქართული უჭირთ ეხლა და ანუ აი ძალიან ვინც ინგლისურზე არის გადართული, შეიძლება იყოს ისე, რომ ინგლისურიდან თარგმნიდეს ქართულად და წინადადებებს აგებდნენ ინგლისურიდან გამომდინარე. ეს არის ოცნება ძალიან ბევრი ადამიანის, რომ ინგლისურად იფიქროს და ასე ეგენი ინგლისურად ფიქრობენ უკვე. კი, შემოხვედრიან ძალიან მაღალი აი B2 თუ და ზოგი C1 დონის სტუდენტები, რომლებიც ფაქტიურად ინგლისურიდან ქართულად თარგმნიან. რასაც მე სიმართლე ვთქვა, რომ ნაკლებად მივესალმებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მშობლიურ ენაზე ამეტყველება რა ხო, მნიშვნელოვანია კი. მაგრამ მაინც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მათთვის, იმიტომ რომ ხო. გამოადგება ენა ხო. იციან როგორც რა ვიცი, native მამამის. ნამდვილად. ეხლა შენ რომელ კურსელებზე საუბრობ? პირველი კურსი არა? პირველ მეორე კურსელები, კი, პირველ მეორე კურსელები შემოხვედრიან უკვე ძალიან მაღალი დონის. ეხლა ბევრი არ არის, იმიტომ რომ ილიაშიც დაყოფილია დონეებად. ხო, და თუ ხან შევდივარ ხოლმე, ნუ B1, B2, C1, მაგრამ ნუ C1 დონეზე წლები არ მუშაობ.
ისევე, მაგრამ B2 დონის სტუდენტებიც ხო, უკვე ძალიან საკმაოდ ისეთები განვითარებული. მოდიან, აი პირველივე წელს ძალიან საინტერესო კარგია. ნაკადი მოდის ხო. ან პირველ და მეორე კურსს ასწავლი ძირითადად ეს აი რომ პირველ და მეორე კურსზე ისწავლება. ოკეი. ან პირველი 4 სემესტრი არის სავალდებულო ილიაში ინგლისური ენა ყველასთვის. ვისაც საერთოდ ინგლისური არც ჩაუბარებია, იმათთვისაც სავალდებულო და სტარტერიდან იწყებენ, კი. და სტარტერიდან. უბრალოდ შენ სტარტერს არ ასწავლი, ხო, სტარტერი წლების წინ მყოლია, მაგალითად, სტარტერიც მყოლია, ეხლა თუ ვილაპარაკებ ხო სხვა ცოტა ქვედა დონის სპეციფიკაზე, იქაც იქ უფრო იცით როგორ არის, რომ აი როგორც ანუ ზოგადი განათლებით დონითაც შეიძლება ცოტა რაღაცნაირად როგორც ეს დონი აქვს ინგლისურში დაბალი შეიძლება რაღაცა ზოგად ფონათაც ესე დაყვებოდეს, მაგრამ მაინც ცდილობენ კი. ხო, აი ეგ არის შემდეგი კითხვა ბარენდაგესო. რამდენად მოტივირებულები არიან სტუდენტები უნივერსიტეტში? მოტივირებულები არიან მაინც. ხო, მაინც კი, ანუ სწავლისთვის მონდომებულები არიან, მაგრამ მაინც აი როგორ ვთქვა, სტუდენტებისთვის ძალიან ხშირად ზოგი ფიქრობს, რომ ინგლისური შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს და ასევე ზოგჯერ არის რომ უკვე პირველივე კურსიდან იწყებენ მუშაობას და მან მარტო ინგლისურზე არ არის ალბათ, ხო? მან ზოგადად კი და მე თუ გაცდენა უწევთ ინგლისურს ადვილად შეიძლება აცდენდნენ, მაგრამ აი მე რა ვიცი ბოლო წლების გამოცდილებით მაინც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფიქრობდეს ბევრი შეიძლება ჩემი კოლეგა არ დამეთანხმოს და თქვას რომ არ არიან ისეთი მოტივირებულები. მე მაინც ვფიქრობ რომ ჩემი გამოცდილებით მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს რომ ლექციაზე რომ მოდიხართ, ეხა აქ იმ 1 საათში თუ 2 საათში შეუძლებელია რომ თქვენი ინგლისურის სასწავლად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, ანუ დავალებას გულისხმობ ალბათ. კი, ყველაფერს, ანუ თქვენ ინგლისური თქვენი დონე მაღლდება იმითაც, რომ რაღაცას უსმენთ, მაღლდება იმითაც, რომ კლას გარეთ რაღაცას აკეთებთ, ვიღაცასთან ურთიერთობთ და ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი დამხმარე საშუალება ფორმალური გაკვეთილები, სადაც შეიძლება რაღაცა რაც კიდევ ისედაც იცი, კიდევ ერთხელ ეძრესინს უკეთებს მასწავლებელი, რომ დავუშვათ თქვენ ჩარჩოში მოაქციოს ის ცოდნა, რაც ცოდნაც თქვენ გაქვთ, თუ გრამატიკული იქნება, ლექსიკური იქნება, თუ რა ვიცი, სხვადასხვა სკილები ხო, აკადემიური writing-იც ქონდა, ეხლა აკადემიურ საღაროებს ახეთ, მაგრამ მაინც და ეს არ არის მხოლოდ ხო, თუ ასე შეხედავენ, რომ მაგალითად ხო საკლასო ოთახი არ არის, რომ მარტო ის კონკრეტული ერთი გაკვეთილი და იმის გარეთ იქიდან გასული კიდე შეეცადება, ნამდვილად დონის აწევის დაინახავს თვითონვე პროგრესს. ხო, უფრო მალე დაინახავს. უფრო კარგად დაინახავს და ხო. და ანუ მაგხრივ ახლა თუ ჩვენ ცენტრს შევადარებთ, სადაც ასევე გაქვს გამოცდილება, ანუ ცენტრში უფრო მეტი мотиваცია და მეტი პასუხისმგებლობაა? ახან იქ თავისინებით მოდიან, ხო? იმიტომ რომ უნივერსიტეტში ხო მაინც ანუ ეს ძირითადად ალბათ ჩემი პირადი გამოცდილებით არის ის, რომ როდესაც შენ იხდი რაღაცაში საფასურს, როცა იხდი, პასუხისმგებლობა გაქვს უფრო მაღალი. როდესაც რაღაცა გეძლევა რაღაცნაირად უფასოდ, თითქოს იმისი ფასი არ იცი და ძირითადად მე მაგალითად დავკვირვები ვარ ამას თუნდაც აი დავუშვათ კორპორატიულ ცენტრებში, სადაც მაგალითად მთავრობა უხდის თანამშრომელს რომ ისწავლოს ინგლისური. იმისი мотиваცია დაბალია და თუ ადვილად აცდენს ის ადამიანი, ვიდრე თავისი ჯიბიდან როდესაც ადამიანი იხდის იმისთვის. კი, ძალიან ფსიქოლოგიური მომენტია ეგ, რომ мотиваცია მაგასთანაც არის მიბმული, რომ მე რადგანაც ამაში რაღაცა აი გონება აღიქواس ეს რომ ვიხდი ეს მნიშვნელოვანია და რადგან მნიშვნელოვანია მე მაშინ რაღაცა ენერგია უნდა ჩავდო და უნდა ვისწავლო და ასე შემდეგ რომც მეზარებოდეს არ უნდა გავაცდინო და ასე შემდეგ და ანუ ეს ხშირად შეხვედრია ესეთი ხო ხშირად ესეც არის ხოლმე გადამწყვეტი რომ აი დავუშვათ მაგრამ ზოგს მიზნის გამო აქვს мотиваცია მაღალი ვიღაცას რომ დავუშვათ უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა იმისთვის ეს იმდენად თვალსაჩინო მიზანი არის რომ ის
იმისთვის ყველაფერს ყველაფერს გააკეთებს. გააკეთებს და როდესაც კარგად არ არის ჩამოყალიბებული რისთვის უნდა, როდესაც კარგად არ იცის რომ რაში გამოადგება ის დაუშვათ რისთვის აკეთებს, ხო? მაშინ შეიძლება ან მოტივაციაზეც ეს რაღაცნაირად აისახება, რომ იმოქმედოს, კი. ეს აქვს გამოცდილება. და ეხლა რა თქვი უცხოელებთან უფრო მუშაობო, ეს როგორ მოხდა? როგორ დაიწყე ქართული? ხო, უცხოელებთან აი თუ სკოლის პერიოდში მუშაობის დროსაც ჩვენ გვყავდა სკოლაში მოხალისე მასწავლებელი და რაღაც მისგან გავიგე რომ მშვიდობის კორპუსი ესე ეძებდა ქართული ენისა და კროს-კულტურის ფასილიტატორს. ყოველ წელს ესე ჭირდებოდათ მოკლევადიან pre-service training PST-ს ვეძახდით. და ესე მათი ძალიან ისე მირჩიეს რა აუცილებლად სცადე და ძალიან თვითონაც რეკომენდაცია გამიწეს და მოკლედ ესე აღმოჩნდი ფის კორსში მშვიდობის კორპუსში. მაგრამ შენ ეს გამოცდილება კვალიფიკაცია გქონდა ამაში თუ ქართული ენაში? არა, მანამდე არ მქონია. იქ რომ მივედი, ეს იყო ჩემი პირველი და ბიჭები რომ აი ჩვენ გვიტარდებოდა ტრენინგები, მთელი 2 კვირიანი მოსამზადებელი და სრული 3 თვის განმავლობაში და ობზერვეიშენები და ქართული ენა უცხოელის. კი, და რაღაცა შეხვედრები გქონდა, 3 საათიანი გვაღამდებოდა და ეს სამსახურეობრივ მოვალეობაში შედიოდა, რა თქმა უნდა ეს ენთუზიაზმით კი არ ვაკეთებდით და აი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და აი შეხედვა შემოbrunება რაღაცნაირად რა კურსის და იმისი რომ აი როგორ შეიძლება რომ შენ ასწავლო შენი ენა სხვას რა თქმა უნდა ჩემი ინგლისური მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ძალიან დამეხმარა ამაში და მთელი 5 წელი თანამშრომლობდი 5 წლის მერეც აი ქონდათ in service pre-service mid service ტრენინგები რამდენიმე დღიანი და აი კულტურულ თემებსაც ვამუშავებდით სხვადასხვა კულტურულ ასპექტებთან და დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მაგრამ აღარ თანამშრომლობ. ხო, ესე მოკლევადიან პროექტებში, ესე ვერ მივდივარ ესე 3 თვით, იმიტომ რომ რეგიონებში ვცხოვრობდით, მასპინძელ ოჯახებში, თვეობით, ხან ხაშურში, ხან გორში, ხან თელავში და ხოლო თელავში სოფლებში, ხაშურის სოფლებში. მაგრამ ის იმასპინძელ ოჯახთან ისიც ცხოვრობდა, ვისაც ასწავლიდი, ანუ ერთ გარემოში. ისინი მოხალისებით ასევე ცხოვრობდნენ სოფლებში, აი იმავე სოფელში, მე რომელ სოფელში ცხოვრობდი, მაგალითად ყვიბისში ვცხოვრობდი, მასპინძელ ოჯახში და მებარა 6 მოხალისე და ისინი სხვადასხვა ოჯახებში ცხოვრობდნენ. და სად ჰქონდათ შეკრება? და სკოლაში, ყვიბისის საჯარო სკოლაში ერთი ოთახი იყო გამოყოფილი, ეს სამთავრობო ორგანიზაცია მშვიდობის კორპუსი და მთავრობის დონეზეა მემორანდუმი გაფორმებული და ყოველ წელს დღემდე ჩამოყავთ. ეხლაც ელოდებიან ნაკადს და ძალიან ისა ვიცი გოგოები ჩემი ყოფილი თანამშრომლები ვიცი რომ ეხლა ჩამოდიან ზაფხულში იქნება ტრენინგი და ძალიან ისე ენთუზიაზმით მეც ვადევნებ ხოლმე ესე უკვე შორიდან თვალყურს. და აქედან დაიწყო, ხო, აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი. და მე გააგრძელე და ეხლა უკვე კერძო პრაქტიკაც ხო, კერძო პრაქტიკაც, ხო, კი, კერძო პრაქტიკაც და პლუს ფრანგულ ინსტიტუტშიც რაღაცნაირად ესე თვითონ საიდანღაც მომაგდეს ზუსტად არ ვიცი როგორ, მაგრამ სადღაც 2018 წელი იყო თორსები, ესე კურსები ქონდათ უცხოელებისთვის. და შემომთავაზეს კი და უარი არ უთხარი და რაღაცა ძალიან იქიდან რომ დაიწყო, მე მალევე კორონა დაიწყო და ნუ კორონას დროს მე ყველაფერი ონლაინ და ძალიან დიდი ბუმი იყო კორონას დროს, განსაკუთრებით ფრანგულ ინსტიტუტში, აი კურსები, N რაოდენობით კურსები იქნებოდა. ანუ ყველას უნდოდა ონლაინი მაგას ამბობ. ხო, კი, იმიტომ რომ ბევრი თავისუფალი დრო ქონდათ, ქართულისთვის ინტერესი ქონდა და ძალიან ბევრმა კორონას პერიოდში 2020-21-22 3 წელს განმავლობაში განსაკუთრებით როცა დრო ქონდათ, ძალიან ბევრი ესეთი დაგემატა ესო თქვა. დამემატა და უბრალოდ იქ ის კარგი გამოცდილება ის იყო რომ ვისწავლე ონლაინ აწყობის გაკვეთილის აწყობა კურსის აწყობა, ხო, კურსის აწყობა რა აი როგორ უნდა ყველაფერი ის რასაც ასწავლი ჩვეულებრივ პირისპირ ის როგორ გადაიტანო ონლაინ ისე რომ ეს იყოს ხო რაღაცნაირად მიმზიდველი კი არა და იმიტომ რომ დღეს ახლა უკვე რა ვიცი შენი გამოცდილებიდანაც და ჩემი გამოცდილებიდანაც ცოტა გაყოფილებიც არიან ზოგს ჩემნია არტილზე იმიტომ რომ მაინც პირისპირ რაღაცნაირად ცოცხალი ურთიერთობა კიდე რაღაცა სხვანაირი აქვს
და რო ისე კარგი საკითხი წამოჭერი ახლა. ეგ არის, იმიტომ რომ მე ვინც მეუბნება ხოლმე რომ არა ფიზიკურად მინდა და მე მაქვს აქ გაკვეთილები და ვეთანხმები და მოდიან. ძირითადად ან ცუდი გამოცდილება აქვთ. ან დარწმუნებულები არიან რომ ონლაინ ვერ ისწავლიან. აი, ნაცადი შეიძლება არა აქვთ. მაგრამ ის კი არა რომ მე პირისპირ ან ეგ თემაც ყოფილა რომ მე მინდა რომ პირისპირ ნახო მასწავლებელი და ეს ინტერაქცია მქონდეს, მაგრამ ძირითადად ან ცუდი გამოცდილება ან გონიათ რომ ვერ ისწავლიან ონლაინ. კი, ორივე მართალია, ნამდვილად გეთანხმები, რომ შეიძლება ხო გქონდა ისეთი გამოცდილება, სადაც რაღაც არ მოეწონა და დასკვნა გამოიტანეს, ყველა ესეთი, ყოველთვის ონლაინ ესეთი არის, რომ არ არის ეფექტური. ან კიდევ ხო, რაღაცნაირად წარმოდგენა აქვთ ესეთი, რომ ონლაინ ვერ იქნება ის. ეს შეიძლება, ანუ შენი აზრით, შეიძლება ადამიანი იყოს ესეთი, ძალიან განზოგადოებაა მესმის, მაგრამ ვინც ონლაინ ვერ ისწავლის. მე მგონია რომ არა. მე მგონია რომ ნებისმიერ შეუძლია ონლაინას და ადგილზე სწავლა, არა? რა რითი განსხვავდება ესე დიდად ონლაინი? კი, არა, ნამდვილად ჩემი აზრით ძალიან ადვილად შესაძლებელი არის რომ ონლაინ სიამოვნებაც მიიღოს სწავლისგან და ეს რაღაც მინდოდა მეთქვა და მოვიწყო, მაგრამ ერთი გამახსენდა, ერთი მოსწავლე იყო, რომელსაც სურვილი ჰქონდა, მაგრამ ეს კაცი მახსოვს რომ იძახოდა რომ მე არ მიყვარს ონლაინ და უცხოელი და შევთანხმ, მაგრამ მოდი კარგი ერთი მაინც ვცადოთო ეს კაცმა და ესე იგი მაინც შევთანხმდით დროზე რომ აი ამ დღეს უნდა ჩაგვეტარებინა და ანუ ცდის გარეშე გააუქმა მაინც ცდის არც იმდენად მომწერა რომ არა ონლაინი ჩემი არ არისო და არაო მაგრამ აი თითქმის არ მახსენდება აი მე მგონი არ მახსენდება რომ ადამიანს რომელსაც ერთხელაც ეცადა დაუშვათ აი ქართულად და არ მონდომებოდა გაგრძელება მახსოვს ერთი კაცი იყო ისიც ასაკიანი და დიდი ხნის განმავლობაში 2 წლის განმავლობაში მუშაობთ ერთად და ეს კაცი თავიდან თქვა რომ თუ შეიძლება ვერ ვერკვევი ტექნოლოგიაში და ერთი ცოტა ხანი ჩამერთო რომ მასწავლო როგორ და მთელი 1 საათი იმას ვამუშავდით რომ აი აქ ეს დააჭირე იმას ეს დააჭირე იმდენად ეს იყო მაგრამ იმდენად მონდომებული იყო ეს ადამიანი რომ აითვისა კი და მთელი წლის განმავლობაში კი არა 1 2 თუ 3 წელი აღარ მახსოვს რამდენი წელი ახლა ამ წუთას აღარ ვასწავლი მაგრამ კი ჩვეულებრივად თავის ეს რომ მოარგო ეს თავისი ლეპტოპი ამ მოეწონა მერე და პროცესი ხო, მიუხედავად იმისა, რომ სულ იზახოდა, რომ სულ ზუმი მომკლავს, მაგრამ მაინც ხო, იცი აი ესეც კარგი თემაა. მე მგონი შეიძლება თვითონ ტექნოლოგიების ისიც აქვს ზოგი, თუ ასაკიანია, მით უმეტეს ახლა უცხოელები, მაგრამ კი, მაგრამ ახალგაზრდებიც ამბობენ. ხშირად. ახალგაზრდების შემთხვევაში ალბათ უფრო ცუდი გამოცდილების თემა. ქართველების შემთხვევაში, ჩემი აზრით, რადგანაც ყველა თბილისში ცხოვრობს და ასე შემდეგ, რაღაცნაირად შეიძლება მეც რომ მოსწავლე ვიყო, შეიძლებოდა რაღაც მომენტში პირისპირ მისვლა, რეალური რაღაცა კომუნიკაცია მქონოდა. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, მე რომ ეხლა რო სწავლობდი ენას რა სიზამდი ხო მაგალითად? კი, ეხლა რო სწავლობ, აი უცხოელების შემთხვევაში ხა მე მაგალითად ბევრი არის ისეთი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს და სხვა გამოსავალი არა. და ზოგი ქართველიც არის, რომელიც უცხოეთიდან სწავლობს, ხო? ეს შესაბამისად, ხო, ესეც. ეგ თუ სხვა გზა არ აქვთ, უწევთ ასე თუ ისე და თუ აქ არიან, ხო, ალბათ ურჩევნიათ რომ გარემ. თუმცა მე ვფიქრობ თბილისში ცხოვრებას ეხლა უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენი საცობია დღის განმავლობაში ყველგან გინდა იცხოვრე. კი, და ზოგჯერ ეხლა თუ ხედავენ რომ ბევრი დრო ეკარგება, 1 საათიან გაკვეთილისთვის 3 საათი თუ ეკარგება, ხდება რომ არაეფექტურია ამდენ დროთ არ უღირს და მეც შესაბამისად ხო და თუ კარგად არის კურსი აწყობილი ონლაინ, აი ძალიან სასურველია და ძალიან დიდი მოსახერხებელია და ბევრი რამის მივცემია ნამდვილად. ჩემი აზრით. გეთანხმები. ესე იგი, გავაგრძელოთ უცხოელებზე საუბარი, რა არის ყველაზე რთული?
უცხოელებისთვის ქართულში. უცხოელებმა უცხოელებისთვის ქართული სწავლის დროს. ხო, რა არის ყველაზე ქართული ძალიან განსხვავებული არის ინგლისური ენისგან და რო ეხებიან ქართულ ენას, საერთოდ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები საერთოდ სხვა სამყაროში გადადიან, იმიტომ რომ ზმნის სტრუქტურა არის სასწაულად სხვანაირი. თვითონ ანბანი არის ძალიან სხვანაირი, ქართული წარმოთქმა არის იმის ყველაფერი იმისგან განსხვავებული, რაც მათ მოусმენიათ და შესაბამისად ძალიან დიდი შოკი აქვთ ხოლმე პირველ შეხებაზე ენასთან, რომ და იცი რა მითხრათ, ან ეს ადამიანები მე ეჭვი მაქვს დამწყებები არიან, ხო, ძირითადად თუ არიან რომ რაღაც იციან საბაზისო ქართულში? კი, ყველანაირი ბევრნაირი დონის ადამიანები შეიძლება შეგვხვდეს, იმიტომ რომ დღეს ძალიან გავრცელებული ასევე შერეული ოჯახები, ძალიან ბევრია წყვილი, რომელიც ქართველი ცოლი, უცხოელი ქმარი, ქართველი ქმარი, უცხოელი ცოლი და რაღაცა დოზით რაღაცა იციან ზოგჯერ საქართველოში ცხოვრობენ, ზოგს უსწავლია დაუშვათ რაღაც კურსები გაუვლია და რაღაცა თან ქართულ ენაში ხო ბევრი კურსიც ესე ეხა კი არსებობს ასე თუ ისო მრავალფეროვნება უფრო წამოვიდა, მაგრამ მაინც არ არის გამოცდილება არ გვაქვს, ან ტრადიციულად არ გვაქვს იმის გამოცდილება, რომ უცხოელს ვასწავლოთ ქართული. და ამიტომ დამწყებები ბევრი არის, მაგრამ ხო არიან რომ რაღაცა იციან, კი. და თან ინგლისურად ვინც ლაპარაკობს და აქ ადვილად გადის ფონს, შეიძლება ძნელად გადაწყვიტოს ქართულ ენაში რესურსის ჩადება. იმიტომ რომ ეს ისეთი ვიწრო ენა არის, რომ სად გამოიყენებს თუ არა ისევ საქართველოში ან თუ არა ისევ ქართველებთან და რაღაც საინტერესო мотиваცია უნდა გქონდეს, რომ მოუნდეს და დაიწყოს სწავლა. და შენთან მოდიან ისინი, ვისაც აქვთ ეს мотиваცია. კი, რა თქმა უნდა, კი, ბევრნაირი мотиваცია მაინც არსებობს და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველა სირთულის მიუხედავად გადაწყვეტს, რომ ქართული ენა ისწავლოს და რა ვიცი, ფსიქიკური, ფინანსური თუ დროითი რესურსი ჩადოს ამ ენის სწავლაში, იმიტომ რომ ენის სწავლა დამეთანხმები, რომ ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს და ხანგრძლივი პროცესია. ეხლა ძალიან მაგარი რაღაც გამახსენდა. ნუ ჩვენ რო გთხოვენ ხოლმე, ვინც ინგლისურს სწავლობს, მე გრამატიკა არ მინდა და სალაპარაკო ინგლისური მასწავლე ეგრე არის. სალაპარაკო ქართული? კი, სალაპარაკოთ, ანუ მოსწონთ რა თქმა უნდა ის, როდესაც რაღაც სიტუაციებში ვარდებიან და მე ქართულად რაღაცა სიტყვიან, ხო? რაღაცის თქმის თქმას ახერხებენ. ქართულის სირთულე ის არის, რომ ძალიან მარტივი რაღაცა რო თქვა, ქართულად ძალიან ბევრი რაღაცა უნდა იცოდე. ანუ გრამატიკა ჭირდებათ. გრამატიკა ჭირდებათ, კი, გრამატიკა. და შენეუბნები რომ არა იცი სალაპარაკო ქართულს ესე ვერ ისწავლი, გრამატიკა თუ საბაზისო არ იცი. კი, რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, გრამატიკა. ხო, ანუ კი, ვაფრთხილებ ესე კი, რა თქმა უნდა, მაგაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ რაღაცა, აი თულები ხო გჭირდება თულს, რომ აი ეს იარაღი, რამდენიღაცა იარაღი, რომ მე შეძლო ამ წინადადების სწორად აგება და ინგლისური უფრო ნაკლები თულებით შეგიძლია რაღაცები მოახერხო. დაუშვათ, რა ვიცი, 1000 სიტყვით რაღაცები და 1-2 გრამატიკული სტრუქტურის ცოდნით რაღაც ფონს გაგვიდა და ქართულში ეგრე ადვილად ვერ იზავ. უფრო მეტი იარაღი გჭირდება, რომ რაღაცა ხო მარტივიც წინადადებები. თუმცა ხო შეუძლებელი არ არის, ნამდვილად არ არის და და ძირითადად English native speaker-ებთან გიწევს თუ აი ფრანგული უნივერსიტეტი რო ახსენე, იქ ფრანგები არიან, ხო, მაგრამ მე მაინც რადგანაც ფრანგული არ ვიცი, ნუ ინგლისურს ვიყენებ და ნებისმიერი ადამიანი ვისთვისაც დავუშვათ მისაღებია რომ ინგლისური ინსტრუქციით ვასწავლო ქართული, რუსულენოვანებიც მყოლიან, ხოლო ინგლისურად ველაპარაკები. და ფრანგულენოვანებსაც რა თქმა უნდა, ინგლისურად, იტალიურენოვანებსაც ინგლისურად, ყველა ინგლისურად საუბრობ, ხოლო ახსნის ინსტრუქციის ენა მაქვს ქართული. და ისე თუ შეგიმჩნევია, შეგვიძლია განვაზოგადოთ, ვის უფრო ადვილად გამოსდის შედარებით, ვინ უფრო წვალობს? კი, რა თქმა უნდა, ან ის ვის ენაშიც ვისაც მსგავსი გრამატიკა აქვს. მაგალითად
რუსულენოვანი სტუდენტები, ბევრი არ მყავს, მაგრამ მაინც აი ბრუნვები და ზმნები და ასე შემდეგ, რაღაც მსგავსებას უპოვლებენ. უნგრელი მოსწავლე მყავდა და უნგრულიც ესეთი რაღაცა სინთეზური ენა არის და ეს დაბლოებები მსგავსი აქვთ და უფრო ადვილ ანალოგიებს როცა ხედავს, უფრო ადვილ. შედარებით ვადო. და ინგლისურენოვანებს ყველაზე მეტად ურთულდებათ ქართული, იმიტომ რომ ინგლისურისგან ქართული არის ძალიან განსხვავებული და ქართულ სტუდენტებთანაც სხვათა შორის და უცხოელებ ინგლისურენოვანებთანაც მიყვარს ხოლმე შედარებები, აი ქართული გრამატიკაში, აბა როგორ ვიტყვით ქართულ გრამატიკაში, აი ამ სტრუქტურაში, ასე ამას როგორ ავაგებდით აი ამ წინადადებას და ინგლისურში და ეს როცა შედარების საშუალება აქვთ ხოლმე და ადარებენ, ეს აი მე უადვილდებათ. გასაგები ხო. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ქართული წინადადების სტრუქტურა ფაქტიურად აბსოლუტურად უკუღმართია ხო, ვიდრე ინგლისური, ალბათ ეგ უჭირთ ყველაზე მეტად. ისევე როგორც ქართველებს. ისევე როგორც ქართველებს, ხო, ანუ ქართველები რო რა შეცდომასაც უშვებენ ხოლმე, ხშირად ინგლისურში. ისინი სიტყვასიტყვით არნიან და ალბათ. იმიტომ ამბობს ჩემი ქმარი, ასე იმიტომ ლაპარაკობს ინგლისურად, იმიტომ ამბობს ასე ფრანგულად, იმიტომ რომ ქართულის ანალოგიით, ხო? მაგალითად, ხო, ამას წინათ მაგალითად რაღაცა ქართულ გამოთქმებზე იყო რაღაც გინდა რაღაც ეს გავაკეთოთ გინდა აქტივდი ხა ინგლისურად do you want ესე არავინ არ ეტყვის ესე პირდაპირ შეთავაზებით ხო იქ აუცილებლად უნდა could you please რაღაც politeness ძალიან განსხვავებულია ეს კულტურული მომენტია სხვა შორის მინდოდა მეკითხა ეს კულტურული მოქმედი ფაქტორი რამდენად მოქმედებს კი, ძალიან, იმიტომ რომ აი ქართულში გინდა პირდაპირ და არა would you like. ხო, ანუ თუ იტყვი რაღაცა გინდათ, ან ხო გნებავთ, გინდათ რო უთხრა ადამიანს თს თუ დააყოლებ, არ არის უზრდელობა და ინგლისურად do you want ვიღაცას რო უთხრა ძალიან ისეთი და ვერ იგებენ ამას ალბათ თავი. თუ არა, ანუ ეს ახსნა საჭირო არის, რომ ეს კულტურული განსხვავების ახსნის მერე ძალიან უდათდებათ ხოლმე, რომ აი თქვენ ესეთი ურთიერთობის ფორმებზე არის, ხო, აი ქართული უფრო ასეთ დროს პირდაპირ ურთიერთობის ფორმებს ვიყენებთ და დავუშვათ ინგლისური ძალიან არაპირდაპირი ენა არის და იქ ძალიან ბევრი თავაზიანი გამოთქმა თუ არ გამოიყენე მიმართვის დროს ხო შეიძლება ვინმეს უკულტურო ეგონო ხო კი რა თქმა უნდა ტონი იგრძნობა რომ ეს უზდელური ტონია და ქართულისთვის ხო და ეს როცა შემსწავლელმა იცის რომ რა ტონი რა არის მე შესაძლოა უკვე იგებენ უფრო ხო იმიტომ რომ ქართულში ბოდიში გაწყოთ ანუ ქართულში აი ძალიან აი მადლობას რა თქმა უნდა მადლობას ვიძახით ბოდიშს ვიძახით მაგრამ ყველა სიტყვის მერე მადლობა და ყველა სიტყვის მერე ბოდიში ქართველებს უკვირთ ხოლმე და იმათთან იმათ კიდევ მაგალითად ეს გოგო მეუბნება რომ ჩემი დედამთილი რა ხანდახან რაღაცას რო გავაკეთებოდა მადლობას თუ არ მეტყვისო მე რომ მივშფოთაო რომ იქნება რამე არასწორად გავაკეთეო რომ ეს მადლობას ელოდებოდა და ჩვენ ესე არ ვამბობთ ესეთი სიხშირით და თუ ამბობს ვიღაცა მეტის მეტად ჟღერს ესეც არის იმიტომ რომ არ არის ახლა ესეთი ბუნებრივი არ არის ჩვენთან ახლა რა გვაქვს ხო ანუ მადლობა ზომიერად კარგია ბოდიშიც ზომიერად კარგია მაგრამ ყოველ ისეთი ბუნებრივ რაღაცაზე მადლობა რაზეც ბუნებრივად ისედაც ასე ვაკეთებთ არ ველით მადლობას ხოლმე და მაგრამ ისინი ელოდებიან და შეიძლება ოცფოთ ვერ მიხვდეთ ყურს ხელოვნურად ხდება ეს მადლობა რომ თითქოს რაღაცას მოელის მე შენგან თუ რაღაც სხვა კონტექსტში ქვეტექსტში გადადის ზოგჯერ კი და იცი რა აი ვინაიდან ქართულ სტუდენტებთანაც მუშაობ და უცხოელებთანაც შენი მიდგომა თვითონ როგორ იცვლება ამ ადამიანებთან სხვადასხვა მიდგომა გაქვს ხო ალბათ ქართველებთან კი ანუ მიდგომა ეხა ამ წუთის მონაცემებით მაგალითად ქართველებთან უფრო ჯგუფთან მიწევს დიდ ჯგუფებთან მიწევს ურთიერთობა და ჯგუფთან და პირისპირ ისედაც სხვანაირია მაგრამ ხო გაქვს გამოსილება ქართველებთან კერძოდ რომ მუშაობის კი აი მაგას თუ შეადარებ კერძო მოსწავლესთან დავუშვათ ქართველთან ქართველი და უცხოელი კერძო მოსწავლე მიდგომა ანუ
ალბათ ანუ ქართველებთან რაღაცა რესურსები უფრო მეტია, ინგლისურენოვანი რესურსები მეტია და რაღაც მომენტში არ მიწევს ხოლმე მე ბევრი ფიქრი იმაზე, რომ დავუშვათ როგორ დავალაგო, ხო, დავუშვათ წიგნში უკვე დალაგებულია რომელ გრამატიკასთან რა ლექსიკა შედის, რა კონტექსტი შედის, რა თემა შედის და უფრო ადვილი არის და ბევრი რესურსი არსებობს. მაშინ და გამზადებული listening-ების ახლა მილიონი არსებობს. აი აქ როგორ რა საკეთებ ამ შემთხვევაში? ქართულში მე თვითონ ვქნი რესურსებს. შენი წერ მაგალითად ყოფილა listening-ი ანუ შეიძლება რაღაცა უბრალოდ ინტერნეტიდან ამოიღო რაღაცა, მაგრამ ესე ჩემი ჩაწერითაც გამიკეთებია სხვათა შორის აუდიოები ჩამიწერე და გამიგზავნე დიალოგების აუდიოები. მაგრამ ეხლა ესეთი ინტენსივობით არ ვაკეთებ. ხო, ეს ერთი განსხვავება ქართველებსა და უცხოელებს შორის. თვითონ ქართველი სტუდენტის დამოკიდებულება სწავლის მიმართ და უცხოელის განსხვავებული არის ხოლმე. იმიტომ რომ პასუხისმგებლობის კუთხით თუ მოტივაციის? აი მოლოდინების კუთხითაც შეიძლება უფრო სხვა მოლოდინი აქვთ. ზოგჯერ ქართველებს უნდა ყველაფერი მალე და გუშინ. ხო, სწრაფად. არ უცხოელებმაც კი იციან რომ ქართული მაინც რთული ენაა და ქართულის სწავლას უფრო ბევრი დრო ჭირდება ვიდრე დავუშვათ ინგლისურს იგივე დროში უფრო მეც ისწავლე ვიდრე ქართულს. და ამათაც აქვთ ხოლმე სისწრაფის თითქოს მოლოდინი, მაგრამ ისე ძალიან არა როგორც ქართველებს. და ზოგჯერ შეიძლება ქართველმა მოსწავლემ უფრო მალე დაყაროს ფარხმალი შეიძლება და რაღაც დასკვნები გამოიტანოს ცოტა ისეთი, რომ აი ან მე ვერ ვსწავლობ, ხო, ან არ არის ეფექტური. და აი სისტემატიურობაც ზოგჯერ უჭირთ ხოლმე. და აი ზოგჯერ კარგად გააჩნიათ ან მოსწავლის ასაკს. ეხლა აი თინეიჯერები და სკოლის მოსწავლეებს რაღაცა მოვალეობა, რაღაც აგრძელებენ როგორც წესი, ალბათ ხო, ვიდრე დასრულებსაც აი გააჩნიათ რისთვის უნდათ? რისთვის უნდათ და მოლოდინი თუ აქვთ სწორი, იქ იმედგაცრუება არ არის. არ იქნება, კი. შენ უქმნი ანუ ამ მოლოდინს ან ეუბნები, რომ სიტყვაზე თუ ეხლა ალბათ აქვთ ხო კითხვა, მე ვარ ეხლა დამწყები და რამდენ ხანში შევძლებ რომ ქართულად ვისაუბრო და რა საუბნები სიტყვაზე? ეხლა ქართველი როცა ყოფილა ხოლმე დავუშვათ ყოველთვის ვეკითხები, თუნდაც უცხოელებსაც ყოველთვის ვეკითხები, რომ აი რატო გინდა, რატო როგორ დაუკავშირდი საქართველოს და აი რატომ გინდა ქართული სწავლა, აი რა სურვილი გაქვს და დასაწყისში ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე, რომ რა არის მათი მოტივაცია, რის გამო მოუნდათ რომ ისწავლონ ქართული. ხო, ბევრნაირია, ზოგს რა ვიცი, გრამატიკა უფრო უნდა და რაღაც სტრუქტურები და რაღაცა მთელი ლინგვისტიკა და ფილოსოფია და ზოგს რა ვიცი, გამარჯობა გააგიმარჯოს და მხოლოდ ეს სასაუბრო ქართული და ქართველებთანაც აი დასაწყისშივე როდესაც ვეკითხები ხოლმე და მაგრამ მაინც თუ შეიძლება რომ ფიქრობდეს რომ ეხა ეს რა ვიცი აღარ მახსენდება ეხა რომ ესე კონკრეტული მაგალითი რომ აი ფარხმალი დაეყაროს. მაგრამ ფაქტია რომ უცხოელებს თითქოს ისე გამოდის რომ უფრო აქვთ სწორი მოლოდინები და უფრო მიყვებიან თავის გეგმას. ხო, რაღაც შენი გამოცდილებიდან გამოდის. ხო, ანუ ეხლა თუ იმას უნდა რომ ქართულში კონდეს B1 დონე, გააკეთებს მაქსიმალურად რომ ეს დონე აიღოს. ხო, მეცილად. ქონია ისე შემთხვევები რომ უთქვიათ არა ეს ჩემთვის ძალიან რთულია და აი ხო, იყურე როგორი რაღაც არის. ესეთი მოსწავლე სიმართლე გითხრა, ანუ ქართული რომ რაღაცა ქულისთვის უნდოდეთ, ჯერ არ შემხვედრია. ძირითადად უფრო თავისი პირადი ინტერესებისთვის უნდა აი რაღაც გამოცდისთვის არ ემზადებიან ხოლმე. მაგრამ ხო შეიძლება რომ უნდოდეს ახლა ცოლთან საუბარი ქართულად, მაგრამ ნუ არა არ შემიძლია არ გამომდის თქვას და მაინც ვერა რა, ვისაუბროთ ინგლისურად. კი, სხვათა შორის ბევრი არის ისეთი, რომ სწავლობს და მაინც არ საუბრობს იმ ცოლთან და იმ ქმართან ქართულად, მაგრამ ოჯახის წევრებთან საუბრობენ და ასე შემდეგ. მაინც აი საქართველოში ჩამოდიან და ნათესავებთან ქართულად. კი ხო, ანუ უცხოელებთანაც შეიძლება იყოს ყოფილა შემთხვევა, რომ აი რაღაცნაირად უთქვია, რომ ნუ არ გამომდის მაგალითად ან რთულია ან ხო, ანუ რაღაც პერიოდის მერე შეიძლება ჩათვალოს, რომ
ცოტა ხანი დავისვენო ქართულისგან. შეიძლება ესეთი რაღაცებიც, რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი ხდება. ან ამდენი, ანუ უკვე რაღაც დონეზე თავისებურად შეიძლება რაღაცას მიაღწია და ხო, იმის იქით შეიძლება არ ჭირდება და რაც ჭირდება ის კი იცის ასე თუ ისე. ესეთიც ყოფილა. იმიტომ რომ ხა სულ 10 წელი და ესე ხო შეიძლება არის სწავლის ადამიანმა. ისა აი ყველაზე დიდი ხანი, რამდენი ხანი გამოგყოლია უცხოელი სტუდენტი? ხო, ეხლა ვფიქრობდი ყველაზე გზა, ეხლა მაგალითად კორონას 2020-ში რო დავიწყეთ, აი ეს არ თქვა ეხლა დღემდე მყავს. კი, 2020-ში რო შევედით Zoom-ში, დღემდე Zoom-ში ვზივარ. და რა დონეზეა ახლა ეს ადამიანი? და ეს ქალები ჩამოსულებიც იყვნენ, ერთი არის ინგლისელი, ერთი ავსტრიელი და ჩემთანაც სახში დავპატიჟეს სტუდენტად. ორი არიან ერთად? ორი ერთად არიან, ხო. მეგობრები? მეგობრები არიან, ერთად დამეგობრდნენ, Zoom-ში დამეგობრდნენ და მე ეხა აგრძელებენ. ანუ სხვადასხვა მხრიდან მოვიდნენ შენთან და სხვადასხვა მხრიდან მოვიდნენ და იქ გაიცნეს ერთმანეთი და ეხა ძალიან გადამული დაქალები არიან. და რა დონით მოვიდნენ? ბიგინერით მოვიდნენ? არა, რაღაცა დონეზე იცოდნენ, რაღაცა დონეზე იცოდნენ. ეხლა უნდა იცოდნენ. ეხლა ხო, ეხლა ანუ კვირაში ერთხელ გვაქვს გაკვეთილი, მაგრამ კი, საკმაოდ რთულ გრამატიკის სტრუქტურების აგება და შეუძლია. მიზანი აშკარად აქ არ ცხოვრობენ საქართველოში. აქ არ ცხოვრობენ, არა. ანუ ძალიან დიდი ქსელი არის მუსიკოსების. და ქართულ სიმღერებს მღერიან არაჩვეულებრივად და ჩამოდიან ხოლმე სიმპოზიუმებზე, კონცერტებზე, თვითონ ქართულ სიმღერებს მღერიან, ინგლისშიც არის ქართული სიმღერის გუნდი, ავსტრიაშიც. და ეს როგორ ვთქვა, თვითონ ქართული კულტურის გასაგებად, მუსიკის ტექსტების გასაგებად და ზოგადად ენის სტრუქტურის გასაგებად სიამოვნებისთვის სწავლობენ. და იმასაც იძახიან ხოლმე, რომ თან ის ანუ მეხსიერების გაუმჯობესებისთვისაც საუკეთესო საშუალება ნებისმიერი ენის სწავლა და იძახიან ხოლმე, რომ ვარჯიში, რა თქმა უნდა, რომ ახალგაზრდავებს მე კიდევ ეუბნები ხოლმე, რომ ქართული ენა ტვინის უჯრედებს ხსნის. და შესაბამისად, ნამდვილად ესე ჯერა, რომ ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ძალიან გონება გახსნილი რა ნებისმიერ ახალ ენაზე როდესაც იწყებ ადამიანი. მეტუმეტეს მე მგონი მაინც აგეთანხმები ქართულთან დაკავშირებით, ალბათ ძალიან რთული უნდა იყოს ახლა წარმომიდგენი უცხოელისთვის. და ამისი თვითონ სწავლების სპეციფიკაც არ არის ადვილი და ამიტომ არის მე მგონი რა ვიცი, მე ერთეულებს ვიცნობ ფაქტიურად, პირადადაც არ ვიცნობ შენ გარდა თითქმის რამდენიმეს ვიცნობ, ვინც ასწავლის ქართულ ენას უცხოელებს, ძალიან ცოტაა მე მგონი. კი, ხო, მაგრამ კარგი არის, რომ პოპულარიზაცია ქართული ენის ხდება და ანუ ინგლისურ ენას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემი პროფესიაც და ანუ ინგლისურთან არის დაკავშირებული და ძალიან დიდი ხანი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებ და ინგლისურთან შეხება, მაგრამ აი ქართულზე რომ გადმოვინაცვლე, ხო აი შეგრძნება მაქვს რომ რაღაცა ღირებულ საქმეს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, დავუშვათ ჩემი კულტურისთვის. ხო, მარტო ქართულს არ ასწავლი, შენ მართლა რაღაცას უზიარებ, უფრო მეც კულტურას უზიარებ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართულ ენაში ძალიან კარგად არის ჩადებული ურთიერთობის ფორმები, როგორ ურთიერთობ და დამოკიდებულებები, კი, და ამას რო იგებენ, აი ძალიან ისეთი უნათ აი რაღაცას რო უცებ რო გაგინათდება და რაღაცას რო გაიგებ, ძალიან უხარიათ ხოლმე და ეს მეც რა თქმა უნდა ძალიან დიდ სიამოვნებას ვანიჭებს. კაია. იცი რა მითხარი, აი რას ურჩევდი ახალ დამწყებ მასწავლებლებს? ეხლა როცა ამდენი წელია ასწავლის შენ, სამხელა გამოცდილება გაქვს? ანუ როგორ ვთქვა, მე მაგალითად როცა სკოლაში ვიყავით, მახსოვს უბრალოდ ესე გეხავთ გამახსენდა, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი რაცაც გვეუბნება, რომ თქვენო რა გინდათ რომ გამოხვიდეთ რა მომავალშიო და არ ვიცოდი რა მინდოდა რომ გამოსულიყავი და აღვწერე უბრალოდ რა მომწონდა და ეს ქალი მეუბნება რომ შენ მასწავლებლობა გდომებია ხო და ანუ ისე მდომებია მასწავლებლობა რომ არც ვიცოდი რომ მინდოდა იმიტომ რომ ფაქტის უნივერსიტეტი რო დავამთავრე თითქოს ისეთი პოპულარული არც იყო მასწავლებლობა რომ დავუშვათ გეამაყა იმით რომ ეხა მე სკოლაში მუშაობ მასწავლებლად მაგრამ ცხოვრება თავისით მიმიყვანა იქამდე და
წლების მერე მივხვდი, რომ რაღაცა ეს ისეთი პროფესია, რომელიც მე სიამოვნებს და დაუშვათ აუდიტორიასთან ურთიერთობა, მოსწავლეებთან ურთიერთობა და აი ახალგაზრდა თაობასაც მაგას ვურჩევდი, რომ ანუ იპოვონ თავისი თავი ამ გარემოში ალბათ სიამოვნებთ ის, რასაც აკეთებენ, დაუშვათ აი სხვას რო ასწავლო, ხო, რამხელა რუტინა არის მასწავლებლობა, ესეთი ადვილი ხო არ არის, რომ ფაქტურად დღის ბოლოს თქვენი გვაქვს ადუღებული. Presence impulse რო 2 ბილიონჯერ. ხო, დადუღებას ვუდებით მე. საუკენ და უნდა თავის თავს უნდა რაღაცნაირად შეეკითხონ, რომ ეს არის ის საქმე, რომლის კეთებაც შეეძლებათ non-stop ამდენი საათის განმავლობაში, ამდენი წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ეს თუ არ არის ის, რისი კეთებაც შეგიძლია, შენ და სიამოვნებს რაღაცნაირად. შინაგანად რაღაც მომენტში შეიძლება გაიჭედო, რაღაც მომენტში მე აღმოჩნდა რაღაც კრიზისში, რომ ეს თუნმე არ ყოფილა ის პროფესია, რომელიც მე მინდოდა და თუ ეს არის ის, რაც სიამოვნებს, რისი კეთებაც ნამდვილად აი ცხოვრება რაღაც გზებს ისეთ საჩვენებს, რომ ის აკეთონ, რაც სიამოვნებაა. ამისგან მე სიამოვნება მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ რთული. კი. და ვიცი რომ ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ საიდან ურჩევთ იმის დაწყებას? კერძო მოსწავლეებიდან, ცენტრი, სკოლა, ეგრევე? იცი, ალბათ ბევრი სტუდენტი დღეს კერძო მოსწავლებიდან იწყებს. რაღაცნაირად თითქოს აი მეზობლობით, რაღაც ახლობლების, სწავლებიდების, ძმების და მე ხვდებიან, რომ აი ეს მოსწონთ და როდესაც მოსწონთ, მე რაღაცა თუ გამოჩნდება სადმე ვაკანსია თუ ვაკანსია ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვურჩევდი, რომ აი რაღაც ოფიციალურ პროფესიულ გარემოში გამოსცადონ თავისი თავი, იმიტომ რომ იქ სულ სხვა სპეციფიკა, ხო, თუნდაც საჯარო სკოლებში, თუნდაც რა ვიცი, კერძო რაც აი ოფიციალურ გარემოში, რომ იქ რაღაც სხვა სტრუქტურა არის და ალბათ იქ უფრო დაინახავენ თავისია თუ არა ეს საქმე. კი, და თან ეხა არ ვიცი ნამდვილად მასწავლებელთა სახლში ძალიან ბევრი ტრენინგები ტარდებოდა ხოლმე, მეც ძალიან ბევრი ტრენინგის, აი რაღაცა მონაწილეც თუ ასე თუ ბევრნაირი დასწრებ ყოფილა და ძალიან მე მაგალითად სიამოვნებდა და ეს ფორმალურ გარემოში ქსელი აი მასწავლებლების ცოდნა, ახლა ქუთაისის მასწავლებლებს რო იცნობდა, მათაც რო იცნობდა, თელაველს რო იცნობდა, ეს სხვა არის რაღაცნაირად და მე გაცვლა შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთაც ხდებოდა და ბევრი მასწავლებლის პროგრამაც, გაცვლითი პროგრამების და აი ეს თუ ესეთ მრავალფეროვნებაშიც შევლენ, ვურჩევდი და მე დავუშვათ თუ დაინახავენ რომ რაღაც მომენტში ეს კი კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი მათი რესურსი მიდის, შეუძლიათ მე დაავიწროვონ დაუშვათ და რაღაცა ნახევარი იქ, ნახევარი აქ, იმიტომ რომ დღეს მაინც ფინანსურ საკითხებამდეც მიდის ბევრი რაღაცა და ენთუზიაზმზე ყველაფერი ვერ ხერხდება და შესაბამისად ვის რა უღირს დაუშვათ ვიღაცას უნდა ეს შრიალი გასვლა, რაღაცა კონფერენციები, კონტაქტები, ვიღაცას უფრო სხვა პრიორიტეტები აქვს და ორივე დაბალანსებულად ჩემი აზრით კარგი იქნებოდა. კი. აი, მოდი ბლიც კითხვები, სადაც სწრაფად უნდა უპასუხო, შეეცადო. ესე იგი, მოდი, აი, დავიწყოთ. უნივერსიტეტი თუ ცენტრი? უნივერსიტეტი, მაინც ერთგული ვარ. უცხოელები თუ ქართველები, მოსწავლეები? რა თქმა უნდა, უცხოელები. Online თუ offline? ჩემთვის ამ ეტაპზე online, თუმცა offline რაღაც საინტერესო იდეებიც მაქვს, მაგრამ online ჯერჯერობით. ჯგუფი თუ ინდივიდუალური? აი არ ვიცი, ორივე მომწონს ძალიან. ამ წუთას ალბათ ინდივიდუალური. Beginner თუ advanced? ქართულში beginner-იც ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია დაწყება. მაგრამ advanced-იც ხო საინტერესო beginner-ი ალბათ ამ წუთას. გრამატიკა თუ speaking-ი? ეგეც ძალიან მიყვარს ორივე, მაგრამ ალბათ მე გრამატიკაც ძალიან მომწონს უფრო. კაცრი თუ მობიერი? მასწავლებელი. მასწავლებელი, მე უფრო მობიერი ვარ ვიდრე მკაცრი. კი ბატონო. სწრაფი შედეგი თუ გრძელვადიანი პროგრესი? რა თქმა უნდა, სწრაფი შედეგი არ არსებობს, ენაში მით უმეტეს გრძელვადიანი პროგრესი.
კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მე პატარა სიმბოლური საჩუქარი მაქვს. მე ძალიან მიყვარს ბლოკნოტები. და მგონია რომ ყველა მასწავლებლის განუყოფელი ეს არის ატრიბუტია ბლოკნოტი და კალამი და ამიტომ ესეთი мотиваციური მე ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის იმ დღეს ჩემი სტუდენტს ჰქონდა ეს პატარა ჩანთუკელა ჰქონდა და ესე ამოიღო და ვიცახოდი რომ რამდენი ხანია ეს ბლოკნოტი არ მქონია და რაღაცა ესე დავდოს ხასუ ტელეფონში ვიწერთ ხან რაღაც დიდი მასში და მართლა მქონდა ეგ გაელვება რომ ბლოკნოტი არ მქონია რამდენი ხანია. მე აი ვაგროვებ ბლოკნოტებს ისე მიყვარს და დიდი მადლობა ჩემო კარგო შენ და ძალიან დიდი მადლობა შენ მოსვლისთვის. ასე დასრულდა ჩვენი მესამე პოდკასტი. დიდი მადლობა თუ გვიყურეთ და თუ მოგეწონათ ეს გადაცემა, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სხვებსაც. დროებით.